შევა თუ არა მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში ცვლილებები მმართველი გუნდი ეწინააღმდეგება ტექსტში კონკრეტული სახელების და გვარების დაფიქსირებას გაითვალისწინებს თუ არა ევროსაბჭო ქართული დელეგაციის ნაწილის მოთხოვნას და როგორ მიმდინარეობს დებატები ასამბლეაზე ამას ქეთევან ქარდავა გვეტყვის. პირველი გამომსვლელი დღეს იყო ერთ-ერთი მომხსენებელი მაიკლ იენსენი, რომელიც არ ესწრებოდა გუშინ მონიტორინგის კომიტეტის ხდომას და დღეს სწორედ მან გამოსვლის დასაწყისშივე თქვა, რომ არ ეთანხმება რამდენიმე შესწორებას, რომლებსაც დაუჭირა მხარი გუშინ კომიტეტმა. კონკრეტულად კი ამ შესწორებების შესახებ მას დარბაზში არ უსაუბრია. მას შემდეგ რაც ეხლა გამოცხადდა შესვენება, ჩვენ მივედით მაიკლ იენსენთან და ვთხოვეთ, რომ დაეკონკრეტებინა თუ რომელ ცვლილებებს არ დაუჭერს ის მხარს და ასევე სთხოვს კოლეგებს, რომ მისი აზრი გაითვალისწინონ. როგორც აღმოჩნდა, მაიკლ იენსენი ეწინააღმდეგება ჩანაწერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სადაც საუბარია ივანიშვილზე როგორც არაფორმალურ მმართველზე და პირზე, რომელთანაც გადის კონსულტაციებს ამჟამინდელი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. მაიკლ იენსენი ხსნის, თუ რატომ ეწინააღმდეგება ის ამ კონკრეტულ ცვლილებას. რაც შეეხება ბაჩუ ახალაიას, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული გვარების მოხსენიებას საბოლოო რეზოლუციაში ის ამბობს, რომ ევროსაბჭო ყურადღებით აკვირდება და კვლავაც დააკვირდება ამ სასამართლო პროცესებს და თუ კი აღმოაჩენს რაიმე პრობლემას, აუცილებლად ეს ორგანიზაცია არ დახუჭავს თვალს, თუმცა ამ ეტაპზე მისი აზრით პრობლემა არ არის, რომ რეზოლუციაში იყოს მათი სახელები და გვარები, მთავარია, რომ სტანდარტები იყოს დაცული. ჩვენ ვესაუბრეთ უმრავლესობის წარმომადგენლებს, მათ დარბაზშიც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია. ეკა ბესელია აცხადებს, რომ ისინი ელოდნენ სწორედ მათი პოზიციების გაზიარებას მომხსენებლების მხრიდან, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი არ უნდა მოხდეს რეზოლუციაში, ეს გაზვიადებული იქნება და უფრო მეტიც ბესელიამ თქვა, რომ იმის გამო, რომ კომიტეტის და მომხსენებლების მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით არ ეთანხმება ერთმანეთს, არ არის გამორიცხული, რომ ანგარიში უკან დაუბრუნდეს კომიტეტს. ივანიშვილის საკითხთან დაკავშირებით მინდა ჩემი მოსაზრება ვთქვა. არის ცვლილება, რომ მთავრობა ყოფილ პრემიერთან კონსულტაციებს გადის და ჩვენ უნდა ვიყოთ შეშფოთებული ამ საკითხით. მე ვარ სასტიკი წინააღმდეგი ამ შესწორებით. მთავრობა ამჟამინდელი როგორიც არ უნდა იყოს, ის შეუძლია ვისთანაც სურთ გაიარონ კონსულტაცია და კითხონ რჩევა. გინდა იყოს ყოფილი პრემიერი, გინდა ყოფილი პრეზიდენტი. მათ აქვთ ამის უფლება. მასაც აქვს უფლება, რომ რჩევა მისცეს და რეკომენდაციები, ამიტომ მე ვერ ვხედავ პრობლემას. რაც შეეხება ბაჩუ ახალაიას და სააკაშვილს, პროცესები დაკავშირებული ყოფილი ხელისუფლების წევრებთან უნდა იყოს გამჭვირვალე სტანდარტების დაცვით ჩატარებული. მეორეს მხრივ უნდა ვთქვათ, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და თუ დავინახავთ პრობლემას, ვიტყვით აუცილებლად, მაგრამ ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ვერ ვიტყვით, რომ არ არის სამართლიანი და არ არის გამჭვირვალე. წინასწარი პატიმრობის ვადა რომ გაგრძელდა, ამას ვამბობთ, მაგრამ კოლეგებს ვუთხარით კიდეც, რომ არ არის პრობლემა, დავტოვოთ გვარები, ამიტომ მათი გვარები დარჩეს. მნიშვნელოვანი იყო მომხსენებლების პოზიცია ასამბლეის ხდომაზე, სადაც მათ თქვეს, რომ არის რამდენიმე დამატება, რომელიც მონიტორინგის კომიტეტზე ნაციონალური მოძრაობის და იბიპის მხარდაჭერით იყო გატანილი, რომელსაც არ იზიარებენ და არ უჭერენ მხარს. ეს არის პოზიცია, რომელსაც ასევე ჩვენც ვეთანხმებით. ვფიქრობ, რომ ძალიან საყურადღებო იქნება ალბათ უკვე ასამბლეის წევრებისთვის ეს არგუმენტები, როდესაც მომხსენებლების პოზიცია იქნება განსხვავებული კომიტეტის პოზიციისგან და იქნება ალბათ უკვე ცალ-ცალკე კენჭისყრა და შესაძლოა დადგეს საკითხი ანგარიშის უკან დაბრუნებაზეც კი.